ხშირად გავყოფ ხოლმე ამაზე ეს ბეკი არა, ნუ ქრისტიანობა გაყავს. აზრი მოტმასნებული აზრები, სულელური აზრები და მე ადამიანი ამას ეჩვევა, მე ადამიანი, აი ოცნებობს ადამიანი. აი ნახეთ, თუ ადამიანს მისცემ რაღაც ვთქვათ მათემატიკოსი ან ფიზიკოსი და რაღაც ამოცანას მისცემ. და ეს ამოცანა უნდა გამოიყვანოს, ხო? იმ მომენტში მას თავში არანაირი სულელური აზრები არ მოსდის. იმიტომ რომ მისი გონება კონცენტრირებულია აი ამ ამოცანაზე. და როგორც კი მორჩება ამ ამოცანას, მას შეიძლება რაღაცა კორიანტელი წამოვიდეს ისე. გესმით? ანუ ეს ერთი მხარე, როცა დატვირთულია და ლოცვის დროს ჩვენ არ ვიცით როგორ კონცენტრირდეთ ლოცვაზე და ამ დროს ეშმაკის განსაკუთრებულად იბრძვის. მაგრამ არსებობს კიდევ მეორე და ამ აზრებს ყურადღებას არ ვაქცევთ. ეს არის პირველი. და არ ვთვლით რომ ეს ჩვენი ბრალია, მაგრამ არსებობს მეორე. ეს არის გულის სიტყვა. ეს სიტყვა, აი ეს სიტყვათა წყობა, გულის სიტყვა არათუ არაქრისტიანებმა ქრისტიანებმაც კი ხშირად არ იციან რა არის. გულის სიტყვა, რა არის გულის სიტყვა? გესმის? ჩემთვის ეს განმარტება ყველაზე უფრო ამ ეტაპზე მისაღებია. გულის სიტყვა ეს არის აზრი, ოღონდ გაჩენილი არა ტვინში, არამედ შიგნით. ეგრეს განიცდება. ნახეთ როგორ ხდება? ეს არის აზრი, რომელიც გრძნობასთან და ემოციასთან ერთად ჩნდება შენში. არა შიშველი აზრად ჩნდება, შიშველი აზრი რა. არამედ შენ საკუთარ გრძნობასთან და ემოციასთან ჩნდება შენში. და ქრისტიანული გამოცდილება და 2000 წლოვანი ცივილიზაცია გვეუბნება, რომ გულის სიტყვების თითქმის 100% არის დემონური წარმოშობის. აი როცა ადამიანი ცოდვას ჩადის და საერთოდ რაღაც მოქმედებს ღვთისნების საწინააღმდეგოდ. შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომ ეს ცოდვა, აი რაღაცა სიკეთეს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ეს სიკეთეა. მაგრამ მე მომავალში შეიძლება მან არ გამოიღოს კაი ნაყოფი. ესე იგი ეს სიკეთე, რომელიც მე სიკეთე მეგონა, აღმოჩნდა, რომ არ იყო ღვთისნების ნեղბასთან თანხვედრაში და ცოდვა იყო. ანუ მე ვერ ვსავსრავ რაღაცებს და ზოგჯერ აშკარად, ესე იგი ღვთისნების საწინააღმდეგოა, ზოგჯერ ღვთისნების საწინააღმდეგობა ფარულად არის. მაგრამ თუ ადამიანმა ისწავლა გულის სიტყვების გამოცნობა და უნდა შეადაროს ღვთისნებას, რომელიც განცხადებულია 2000 წლოვან ეკლესიის გამოცდილებაში, მათ შორის წმინდა წერილში, წმინდა მამებთან. ადამიანი არასოდეს არ მოტყუილდება, იმიტომ რომ ცოდვა იშვება გულის სიტყვისაგან. და გულის სიტყვის ავტორი არის ბოროტისული, რომელიცაც ეს გულის სიტყვა შენში ჰაერიდან კი არ მოაქვს. შენ ფსიქოსომატიკას კარგად იცნობს, შენს დღევანდელ მდგომარეობას კარგად იცნობს და იმგვარად გაწვდის, რომ შენ ვერ გზნობ, რომ ის დემონური ნება. აი მაგალითად, როცა ადამის შეცდა სამოთხეში, ნახეთ რა ხდება. ღმერთი ეუბნება ადამს, რომ ამ ნაყოფისაგან არ შეჭამო, თორემ მოკვდები. გააფრთხილა. ეშმაკი რას ეუბნება? ამ ნაყოფისაგან რო შეჭამო, არ მოკვდები. ანუ ღმერთმა უთხრა მოკვდები და ეშმაკი ეუბნება არ მოკვდები. მაგრამ აქ არის 50-50-ზე, რადგან მაინც ღმერთია და ეშმაკია, ადამის სავარაუდოდ ვის დაუჯერებდა? ღმერთს, ხო? ამიტომ ეშმაკი ნახე რას ეუბნება? არა თუ არ მოკვდები, არამედ ღმერთი გახდები. და ამ დროს ნახეთ, ის სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, რაც შინაგან სრულყოფილებაზე გადიოდა და დიდი შრომის შედეგად უნდა მიიღო ადამიანს ნაყოფად. ეს თავაზობს უცებ. რა დიდი შრომა კაცო. უცებ შეჭამე და დამთავრდა, ღმერთი ხარ. და აი ამით სიკეთეს ეუბნება, ღმერთი გახდები. მაგარია. გეცოდინება რა არის სწორი, რა არ არის სწორი, რა არის კეთილი, რა არის ბოროტი. ანუ გონიერი ბრძენი გახდები და ღმერთი გახდები. ანუ მარადივლად იცოცხლებ, ყველაფერი გეცოდინება. და აი ამ სიკეთით ბოროტი კი არ გახდებიო. პირიქით ღმერთი გახდები. ბრძენი გახდები. ოღონდ ეს უნდა შეჭამო და ამით ცლუნდა. და ადამიანს რო ეფიქრა, რომ ამის ნათქვამი ღმერთის ნების საწინააღმდეგოა, ამას აღარ გააკეთებდა, მაგრამ ამაზე არ უფიქრია. იმიტომ რომ იქ შემოვიდა სიამოვნების განცდა, ვარა ლამაზია, ვარა გემრიელია და პატივმოყვარეობა ჩაერთო. აუ ღმერთი გავხდება. გესმით? აი ესენი ჩაერთო. ევაში და ევა მერე ადამი აცდუნა, ეგრე ხდება ხოლმე. ამიტომ როდესაც გულის სიტყვა შემოდის, უნდა შევადაროთ ღვთისნებას და აი აქ უკვე არის ქრისტიანული ცხოვრების პრინციპი მთავარი. როგორ, ხათოთ ქრისტიანული ცხოვრება რა არის? როგორ გამოვიცნო
გულის სიტყვის არსი და როგორ ვებრძოლო მათ. და წმინდა მამბები იყვნენ გულის სიტყვებთან ბრძოლის ოსტატები. აი ასე ხდება ამის დაძლევა. როცა ადამიანმა ღვთისნება იცის, ნებისმიერ გულის სიტყვას და აზრებს დაამარცხებს თავის თავში. პირველი, ესე იგი, ყურადღებას არ მიაქცევს აზრებს და გულის სიტყვებს ებრძვის პასიურად, იმით რომ ყურადღებას არ აქცევს, აქტიურად, იმით რომ მისი გონება დაკავებულია ღმერთთან კომუნიკაციით. ქრისტიანი არის ადამიანი, რომელსაც მუდმივი კავშირი აქვს ღმერთთან. აი როგორც ხორციელა ხო გასულ თავში რა გითხარით? ხორცმა რო იარსებობს, ჭირდება საჭმელი, სასმელი და ჟანგბადი. და აქედან ჟანგბადი ჭირდება მუდმივად. ხო? სულ საკმარისი 3 წუთი თუ გაძლო ადამიანმა, მე მოკვდება, ვეღარ თუ არის სულ თქვა, რამდენიმე წუთი შეიძლება გაძლოს. ასევეა სულიც. სული მოუკლებლად უნდა იკვებებოდეს საღვთო ენერგიით. ამას ქვია მოუკლებელი ლოცვითი მდგომარეობა. ლოცვა არა რაღაცა თხოვნა, რომ ეს მინდა. ეგ ლოცვა საერთოდ არ არის. ეგ რაღაც ისეთია რა. ბავშვური რაღაც. ლოცვა არის მოუკლებელი კომუნიკაცია ღმერთთან და თუ ეს მოუკლებელი კომუნიკაცია შედგა ადამიანსა და ღმერთს შორის, არანაირი ეგეთი აზრები აღარ აწუხებს ადამიანს.